სალამი, დღეს გვექნება მსოფლიოში ყველაზე მაგარი ციტრუსოვანი არომატები. და დავიწყებ ერთადერთი მაგ ბიუჯეტური, ეს არის ჰერმესი კლასიკური EDT. აი ეს არომატი თავის ფასში არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი. ყველაზე მაგარი ციტრუსი და ყველაზე მამაკაცო. აი წარმოიდგინეთ, სადმე პიკნიკზე მიდიხარ მეგობრებთან ერთად, ცეცხლიანთია, ნაწვიმარია, მიწა ცოტა სველია და აი ესე გაწურე ფორთოხალი, დაეწვეთ ამას და აი ეს მიწა ამ სისველეს, ამ ციტრუსს იორთქლავს და მაგის სურნელი დგას. მიწის, ციტრუსის ეს არის საოცარი არომატი, რაც შეიძლება მამაკაცმა ციტრუსოვან არომატებში გაისხას. თავის ფასში არის უკონკურენტო და მსოფლიოში ყველაზე მაგარი არომატი. ეს არასოდეს მოდიდან არ გადავა, ვისაც არ გაქვთ დატესტილი, აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენ კოლექციაში ამ ფასში ამაზე მაგარ ციტრუსოვან არომატს უბრალოდ ვერ იყიდით. ნიშანე ჰასივატი. ნიშანე ჰასივატი არის თურქული ბრენდი და გავს ქრიდ ავენტუს. ეხლა რა განსხვავება? აქ ცოტა უფრო მოტკბოა, ოდნავ, ძალიან მაგარი არომატია. ალბათ 4ჯერ მდგრადია ავენტუსზე, არის ექსტრაქტ ვერსია. უმაგრესი სუნამოა, მე მაინც ავენტუსი მერჩევნია, იმიტომ რომ ჩემთვის უნიკალურია. მაგრამ ვისაც გინდათ უფრო მეტი მდგრადობა, გინდა ავენტუს გავდეს და საოცარი სურნელი გესხათ, მაშინ აუცილებლად ნახეთ ეს არომატი. ეს არის ნიშანეს ჰასივატი. ლუი ვიტონის afternoon swim. ლუი ვიტონი მაოცებს და მაოცებს. აი თუ გინდათო ყველაზე ნატურალური, ყველაზე დასტოინი, ყველაზე მაგარი ციტრუსი, აი თქვენ რომ მეუნებით დანელ რამე ცივი მინდა. აი ეს არის ციტრუსი და ფრეში. ბევრი ციტრუსების კომპლექსი, რომელიც არის ფრეში და ისე ნატურალურად ჟღერსო გონიაო აი ეს ციტრუსები გაწურეს და ზედ დაგასხეს. აი საოცრება. არ ვიცი, მსგავსი ნატურალური, არაფერი არ მინახავს, არის საოცარი არომატი და თვლიო ერთ-ერთი საუკეთესო ლუი ვიტონია ციტრუსოვან არომატებში. ეხლა რაც შეეხება Imaginations, ეს არის ამის ტოპი და ყველაზე გაყიდვადი სუნამო Ombre Nomades მერე. ძალიან კარგია, მაგარია, მე მაინც afternoon swim მერჩევნია. აქ ამბროქსანია, ციტრუსების კომპლექსია, ცოტა ოდნავ სიმწარეს აძლევს ჯინჯერი და ლამაზი ბერგამოტია, ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო ნატურალურია. ეს უფრო მდგრადია Imagination-ი და გემოვნების ამბავია. გაგიჟდა მსოფლიო ამაზე. ძალიან კარგი არომატია, ჯინჯერი კარგად უტყავს და უხდება, უბრალოდ მე მაინც afternoon swim მერჩევნია. ეს არის მეტეორი. აი ეს კი ძალიან საინტერესო. ეს არის ციტრუსოვანი არომატი, ისეთი მამაკაცის, რომელიც არის თავში დაჯერებული, რაღაცა აცვი ესე ლამაზად, თავის ფასი იცის რაში გადაიხადა ფული, არის წარმატებული და ძალიან დახვეწილი. აი ზუსტად ესეთია მეტეორი, რომ ნამდვილი მამაკაცის სურნელი, რომელმაც იცის რა ასხია და აფასებს ხარისხს. აი ესეთია ზუსტად მეტეორი. ლუი ვიტონის ლიმესაიტი, აი ეს ერთ-ერთი სუნამოა კიდე, რომელიც ყველაზე მაგრა მომწონს.
ეს არის აკვატიკური არომატი, სადაც ციტრუსების კომპლექსია, ასევე ზღვის ნოტები, უხდება ზღვას, უხდება მოგზაურობას. აი გეგონება ეს ზღვის ტალღები, ასევე ნიავს მოაქვს სიგრილე, ანუ საოცარი ამბრა აქვს თან, ანუ აი ძალიან მაგარი არომატია. ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი. რაც გამიტესტავს და მქონია აკვატიკური არომატები, ნუ იქ რაღაცა მეგამარიკნო 40, ნუ კაია სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ ეს არის ტოპის ტოპი. ამაზე მაგარი აკვატიკური არომატი და ზღვის ნოტებთან და აი ამ ყველაფერთან რო შეადაო და ყველაფერს რო დაუკავშირო, უბრალოდ ჩემთვის ამაზე მაგარი არომატი არ არსებობს. ბოლოში გვექნება სოფლიოში ყველაზე მაგარი ციტრუსოვანი არომატი რომელია. ნუ ეს როჟა ელიზიუმი არის ბერგამოტის მამა, ესე ვიტყოდი. როგორც საუკეთესო ბერგამოტი, ესე გაითქვა სახელი. როჟა არის საოცარი ბრენდი, არის ძალიან ნატურალური და აი ისეთ ბერგამოტს გზნობ ჭკუიდან გადაყევხარ. ვისაც ბერგამოტი გიყვართ, ამაზე მაგარ არომატს უბრალოდ ვერ ნახავთ. ეს არის ქმნილება როჟასი, ძალიან ბევრი მაგარი არომატი აქვს, ამას ვეტივერიც მაგარი აქვს, იზოლაბლუც მაგარია ძალიან, მაგრამ ციტრუსოვან არომატებში ვიტყვი რომ არის საუკეთესო როჟაში. უბრალოდ კონკურენტი არ აქვს. Creed Aventus. ვინც რა უნდა იძახოს, ვინც უნდა თქვას, რომ ახლა დროს ქრიდია, აი დიდხანს ვერ გზნობ ამის სურნელს, მოდიდან გადავიდა. ეგეთ ხალხზე უბრალოდ მეცინება. მე ადამიანს, რომელსაც ციტრუსოვანი არომატები არ მომწონს, ეს არის არომატი, რომელსაც ვისხავ დიდი სიამოვნებით, როგორც აი ლუი ვიტონებს და დიდ სიამოვნებას ვიღებ. ამას აქვს საოცარი ანანასი, რითაც გაითქვა სახელი, ცოტა შებოლილი ნოტები და ნუ ბევრია ციტრუსოვანი, მაგრამ თავის ინდივიდუალიზმს უსმევს ხაზს და აი რო გასხია ყველასგან და ყველაფერისგან გამორჩეული ხარ. მილიარდი კლონი შეიქმნა, ვიღაცები წერენ, ой, კლაპდნენ, უითი, დანიელ მაგრა გავს, რა გავს, რაღაცა ოდნავ ყველაფერს გავს. მაგრამ ეს არის ქმნილება, რომელსაც ასკაჩი გამოვარჩევ და საოცარი არომატი. ვერასოდეს ვერც ერთი კლონი ვერ დაემსგავსება ისე რომ თქვათო ვაიმე ერთი-ერთია. საოცარი არომატია, არასოდეს მოდიდან არ გადავა და ეს არის ნამდვილი მამაკაცის განსახიერება. Creed Absolute. ეს გამოვიდა 2024 წელს და იყო ის რომ ამაზე უნდა ყოფილიყო ბევრად მდგრადი, აი ესეთ პატარა 75 მილilitrიან ფლაკონში ჩაასხეს, ერთი ორჯერ თუ სამჯერ ძვირია და აი გაყიდეს ძალიან ბევრი ლიმიტირებული ვერსია, მეტი აღარ გამოვა და ხალხმა დაიტაცაო ავენტუსი და რაღაცა და ბევრად მდგრადი. ეს არის ქრიდის შეცდომა. ეს არის, როდესაც ქრიდმა მოატყუა მაყურებლები, მოატყუა ასევე თავისი მომხმარებლები, ბევრი მიმოხილვა ჩაწერეს უცხოელმა ბლოგერებმა, ვინც ალბათ ფული აიღო, აპიარა ეს არომატი, თქვა რომ არის საოცარი. არის ერთი და იგივე, ანანასი ოდნავ უფრო ტკბილია, ალბათ ნახევარი საათით უფრო მდგრადია, მაგრამ მე მაინც კლასიკური მირჩევნია, 95%-ით ერთმანეთს გავს, დაეზარათ ახალი არომატის გამოშვება, ოდნავ მოტკბო გახადეს ანანასი და ოდნავ მდგრადი. ეგ არის და ეგ, ორჯერ ძვირი დაადეს, ასე რომ ვისაც გინდათ აბსოლუტს ყიდვა, ნუ გადაიხდით ზეთმეც და იყიდეთ ჩვეულებრივი Creed Aventus. ქრიდის ვეტივერი. ეს მირჩევნია აბსოლუტურად ქრიდში ყველას უნარს. ეს არის საოცარი ვეტივერი,
ვეტივერი ძალიან ბევრი მაქვს, ასე რომ დიდად არ მიყვარდა ვეტივერი, მაგრამ ამ არომატმა შემაყვარა. ამაზე მაგარ ვეტივერს, გინდა ქალბატონი, გინდა მამაკაცი, ვისაც ვეტივერი გიყვართ, უბრალოდ ვერ იყიდით სხვას ვერაფერს. სისუფთავის სურნელი ლამაზ ვეტივერთან ერთად იმდენად მაგრა ჟღერს, რომ ხვდები, რომ ქრიდი არის საოცრება და საოცარს უნამოებს უშვებს. პროსტა ხანდახან გვატყუებს ეგეთ რაღაცებს. რას ვიზავთ მარკეტინგი. ეს მთლად ეხა ციტრუსოვანში არ გადის, უბრალოდ ჩავსვი, ეს აი როჟას აპექსი. ვისაც გიყვართ წიწვოვანი არომატები, აი წარმოვიდგინეთ, სადღაც ტყეში ხართ, ლამაზი ბუნება, ცოტა ნაწვიმარი ამ წიწვების და სიმწვანეების სუნი მოდის და ვიღაცები აი დიოსავაჟ ელექსირებს უახმერდებთ. ამაზე მაგარ წიწვოვან არომატს უბრალოდ ვერსად ვერ იყიდით, ეს არის საუკეთესო თავის ამბავში. ასევე ძალიან მდგრადია, ძალიან შლეიფიანია და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არომატია წიწვოვან არომატებში. მეტი იდეაში რაც მახსენდება ეს და ამუაშს აქვს კიდე ერთი ძალიან მაგარი წიწვოვანი არომატი, აი ეს ჰონორ. აი ეს ორი არომატი გამოირჩევა წიწვოვან არომატებში. ვისაც გიყვართ და ეს ბევრი სიმწვანეები და საოცარი სურნელით, აი ეს ორი არომატი არის უბრალოდ შედევრი. ეხლა რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე მაგარ ციტრუსოვან არომატს, რომელიც არის საოცარი და აი შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ, არის აი ეს ბულგარი ტაიგერი. უბრალოდ ბოთლს არ განახებთ, შეფუთული მაქვს, თუ დაინტერესება იქნება და ბევრი კომენტარი იქნება და ბევრი დამიწერს, რომ გინდათ ბულგარი ტაიგერის განხილვა, აუცილებლად გადავიღებ ხვალ ვიდეოს და დავდებ. ეს არის არომატი, როდესაც აი გინდა ჯერემი, გინდა ვინც გამოდის, ყველაზე მაგარი აი ეს ბლოგერები, ეს არომატი რო აქვთ კოლექციაში, თვალები უბწყინავთ და უხარიათ, იმდენად მაგარია. ეს არის ბულგარის ნიშა, რომელიც ღირს ძალიან ძვირი და აქვს საოცარი სურნელი. აბა დაწერეთ კომენტარებში, რამდენს გინდათ ბულგარი ტაიგერის განხილვა და ხვალ მაქსიმუმზე შემოგთავაზებთ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დავეხმაროთ არხს განვითარებაში და შემოგთავაზებთ უფრო საინტერესო კონტენტს. აბა, კარგად ბრძანდებოდ.